მოგესალმებით, დაგიბრუნდით მორიგი ეპიზოდით. მე ირინა ჯაფარიძე ვარ, ჩვენთან არის სანდრო ქავთარაძე, პოლიტიკური მოძრაობა „სართული ახალი თაობის ძალის“ წევრი. მოგესალმებით, როგორ ხართ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. კარგად ვარ. ძალიან კარგი. პირველი რითიც მინდა დამეწყო, თქვენ TikTok გვერდზე უკვე 100.000-ზე შეიძლება მიაღწიოთ მალე 100.000-ზე. ვინ მართავს ამ გვერდს, ვისი იდეები? აი, მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გვერდია, მეც ხშირი მაყურებელი ვარ. კარგი კომენტარები იწერება ძირითადად, კრიტიკა ნაკლებია, მაგრამ არის რა თქმა უნდა, შეიძლება ტროლბოტები არიან, მაგრამ მაინც. ამაზე როგორ ვესაუბროთ, ვინ მართავს ამ გვერდს და საიდან მოდის ეს იდეები? ხო. ეხება ჩვენი ამ ზოგადად სოციალური მედიების მართვას. თავიდან როდესაც დავიწყეთ, ვინჩი ვიყავით 5 ადამიანი, ყველას რაღაცნაირად შერეული ფუნქციები ჰქონდა, ყველაფერს ვაკეთებდით, ყველა რაღაცა თითოეული ვიდეოს იდეაზე ერთიან მუშაობდით და ეს რაღაცა ცოტა ქაოტური ამბავი იყო. მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც გავიჯარდეთ, უფრო კონკრეტული რაღაცა მიმართულებები მიგვეცა, ჩვენი რაღაცა განყოფილებები ჩავიბარეთ ერთგვარი და ასე შემდეგ. ამის შემდეგ უფრო კონკრეტულ ადამიანების ასე პრივილეგია და პასუხისმგებლობა გახდა როგორც სოციალური მედიების მართვა, ასევე ცალკე გახდა ტექსტების მომზადება და დაწერა, იდეების გენერირება და ასე შემდეგ. ვინც უშუალოდ კვირებას უწევს, რამდენად სწორად ხდება, როგორ ხდება ასე შემდეგ, არის ვადო მაჭავარიანი, რომელიც საბოლოო ცენზურა არ გვიყვარს ჩვენ, მაგრამ აი, რო ვთქვათ, საბოლოო თანხმოვანს ვინც აძლევს რა როგორ უნდა ხდებოდეს, რა უნდა ხდებოდეს, ამას ყველაფერს განაკარგავს ვადო. კონკრეტულ იდეებს მიმართულებით ხარ, პირობითად მე თუ რამე იდეა გამიჩნდება, მე ვადო არ მეტყვის რა თქმა უნდა, რომ ისი რა შენი იდეა არ არის საინტერესო და მოდი არ გავაკეთოთ, არა. ეგ იდეებზე მუშაობა კიდევ მიმდინარეობს ერთდროულად, თუმცა მაინც სოციალურ მედიის მართვა საბოლოო ჯამში ვადოს ჩაბარა. საკმაოდ კარგად. ძალიან კარგად მიდის, სხვათა შორის ძალიან ხშირად ვადევნებ თვალს. მე მაინტერესებს თქვენ როცა გახდით პოლიტიკური მოძრაობა, გქონდათ ბრიფინგი, სადაც ახსენეთ, რომ დაიწყებით ხალხთან კომუნიკაცია, საზოგადოებასთან შეხვედრას და ასე შემდეგ. თითქმის 1 წელია გასული მგონი უკვე იმ პერიოდიდან. მაინტერესებს, რამდენად მიაღწიეთ ამ მიზანს, ანუ რამდენ ადამიანს შეხვდით, რამდენ ადამიანს წარუდგინეთ თქვენი თავი და ასე შემდეგ. აი შეკითხვა არის. შეხვედრები, თავარი ამ ბრიფინგმა გამოიწვია, იყო ის, რომ რაღაცა საზოგადოებაში ჩვენ უკვე კომენტატორებიდან გადავინოსვრით უშუალო პოლიტიკურ პროცესში მოქმედ ფიგურები. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტია ჯერ არ ვართ, პოლიტიკური მოძრაობა უკვე უფრო თავი განაცხადია, ვიდრე პირობითად კომენტატორობა. შესაბამისად, ჩვენ უკვე სხვანაირად აღქმადი გავხდით ხალხის თვალში. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრებს, ჩვენ გავაძლიერეთ როგორც ჩვენი სოციალური პლატფორმებზე უშუალოდ აი მიმართულება ხალხთან ლაპარაკის უფრო პირდაპირ გავხადეთ და ნაკლები ახსნები, რომ პირდაპირ ჩვენი მესიჯები, აგერ ეს არის პრობლემა, აი ესე ვაგვარებ ჩვენ. და რაც შეეხება შეხვედრებს, ჩვენ რეგიონების მასშტაბით თბილისში ხშირად გვაქვს რა თქმა უნდა შეხვედრები, თუმცა გავდივართ, მარტო თბილისში არ ვართ. ეხლა თვის ბოლოს ჩავდივართ ბათუმში, ავი თუ არის შავი ზღვის უნივერსიტეტში კი ვართ და თუ იქნებ თუ არიან ბათუმის მაცხოვრებლები და ზოგადად შავი ზღვის რეგიონის მაცხოვრებლები. იმედია მოვლენ, ჩვენ ამას გავაშკერებ ჩვენ პლატფორმებზე, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ რომ მივდივართ და ხვდებით ხალხს და ხო რა ჩვენთვის პრიორიტეტი აი ისაც ჩავდივართ რეგიონებში, აი იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მაგალითად, აი ამ ავტოვარშენებლობისას აშენებდნენ აფეთქებებით, როდესაც უნდა გაიბრუნოთ ბურღები და უფრო შრომატევადი და უფრო დროში გაწერილი ამბავია, ეს გააჩერეს და ამიტომ დაიწყეს აფეთქება და მაცხოვრებელ მოსახლეობას შეექმნა პრობლემები და ამის გამო დავკავშირდნენ, რომ აი ესეც პრობლემა გვაქვს, უშუალოდ რამე. ასევე მანდ იყო სადაც დენი და გაზი არ ქონდათ, დენი ხანდახან ქონდათ, ხანდახან არ ქონდათ, გაზი საერთოდ არ ქონდათ. და ჩვენ ჩავედით, გავაშუქეთ, ეს ამბავი გავუწიეთ, იქ მოსახლეობა შეხვდით, სხვა პრობლემებს გავაშუქეთ და საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ იმ სოფელში დღეს უკვე გაზი არის რა. ხო და აი ესეთ დონეზე გვაქვს შეხვედრები, ზოგადად მისვლა და პრობლემების საუბარი და ასე შემდეგ. შედეგებზე გადიხართ, რაც თავარია. შეიძლება ვიზაგვარი. ძალიან კარგია, შედეგებზე გასვლა ყოველთვის კარგი არის და თან ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს აკეთებთ, მინდა აღნიშნო. ახლა რომ დავიწყოთ უშუალო თემაზე რომ გადავიდეთ, აი საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, რომ აი დავახასიათოთ 3 სიტყვით. რა იქნებოდა 3 სიტყვა? 3 სიტყვა.
თუ სამი სიტყვაში ძალიან რთული არის, მაგრამ პირველი რაც მომდის არის უსამართლობა, მეორე რაც მომდის არის კორუფცია და მესამე რაც მომდის არის უკუსლო. ვერ გედავები სამწუხაროდ მინდა რომ გედავთ მაგრამ ნუ ცოტა რომ ჩავშალო და სამ სიტყვით არ შემოვიფარგლოთ. ზოგადად ეს ყველაფერი რაც ჩვენ რაღაცა პრობლემის სახით ხდება, რეალურად ეს დღეს არ არის პრობლემა, არამედ არის ამ პრობლემის რაღაცნაირი სიმპტომები რა, რაც გამოვლენილია, რომ არ გვაქვს სასამართლო სისტემა, რომელიც ანუ ყველა ადამიანისთვის თანაბარი იქნება. ჩვენ რასაც სოციალურ თანასწორობის არ გვადაგებთ პირიქით, ჩვენ მარჯვენად თუ ეკონომიკურ ამბავს ავიღებთ, თუმცა ნუ კანონისნიაში თანასწორობა ეს არის, რა ვიცი რა, ფუნდამენტი, რადგან უნდა იდგეს ქვეყანა. მეორე რაც არის, რომ ადამიანის თავისუფლება და ადამიანის კერძო საკუთრება, რა ვიცი, ყველანაირ შეუხურე ხმაგეთად ალიევის სახლს აშენებენ, ცენტრს აშენებენ ახალს, ისე რომ ცხოვრება ხალხი გამოყარეს რა. ანუ რაც ნიშნავს რომ სიგიჟეა რა, ეხლა ჩემთან სახში რომ მოვიდნენ და წადი აქ უნდა ავაშენოთ რაღაც ცენტრი, ანუ რა მშოლა ვის რა პრეზიდენტის სახლს აშენებენ და ვის აშენებენ. ის თუ რა სიგიჟეა რა, აღარ უყვერს მოსახლეობა. ხო და ნუ ზოგადად რა ვიცი მონეტარულ პოლიტიკას შევეხოთ, ანუ მანდაც სრული სიგიჟე ხდება რა, პირობითად როდესაც ტრანსფორმაცია მოხდა ხელისუფლების შორის 2012 წელთან შედარებით, 2012 წელს ფულის მასა ეკონომიკაში ლარის მაქსიმალური ოდენობა იყო 4 მილიარდი და დღეს არის 36 მილიარდი, 35 მილიარდი, ანუ 8.5-ჯერ გაიზარდა რა. და ანუ ეს ამას ვერ ეწევა რეალური ეკონომიკის და ანუ 90% არის გაზრდილი ეკონომიკა და 570% არის გაზრდილი თვითონ ფულის მასა ნიშნავს რომ ჰაერს ჭამთ და ჰაერში ვართ რა. ანუ რეალობა არ ასახავს ამ ამბავს რა. მაგიტომ როგორ საუბრებიან რომ ეკონომიკად ვიზდებით და ვითარდებით, ეგ ყველაფერი არის ნომინალზე საუბარი და რეალურ ეკონომიკაზე რა. მაგრამ მაგას ხალხი უკვე ეიდან თუნდაც ვთქვათ ჭამს. ხო და ნუ მაგიტო ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ხა ეს პოდკასტის კაი არის რა, იმიტომ რომ თუ თქვენი სტუდენტები ამას უყურებენ, ამას ნახავენ, იმედია რომ რაღაც პირველ ახალგაზრდას გაიგებენ და მთავარი არის ჩემი ეს დეგ რომ რაღაცებს არ უნდა ვეგუებოდეთ, რომ ეს არის მოცემულობა რა, მოცემულობა არის თუ შევეგუებთ თუ არ შევეგუებით და რაღაცა მინიმუმ გვეცოდინება რომ არასტორია, ეს უკვე რაღაც ნახევარი საქმე გაკეთებული. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამე ჩამოვთვალეთ ახლა, მაგრამ მაინც აი თავარი გამოწვევა დღეს საქართველოსთვის რა არის? რა ვთქვათ ეგეთ? უმთავრესი, ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე ჩამოვთვალეთ, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. კორუფცია არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი გამოწვევა, იმიტომ რომ კორუფცია ეს პერიოდი თუ იყო ელიტური, რომ მარტო ზედა ეშელონის რაც საშინელება რა თქმა უნდა. ადამიანები რაღაცა იყვნენ კორუფციაში ჩართული, ახლა ყველა მთელ სახელმწიფო სისტემაში მოდებულია კორუფცია და ნუ საბოლოო ჯამში ეს რასაც იწვევს არის რა უმიმედობა ჩვენ ხელ ადამიანებს სული ქვეყნიდან წასვლის, რავი რა გზა რომ უნდა კეთდებოდეს და იმ გზის გასაკეთებლად 5 ერთი და იგივე ტენდერი რო ცხადდებოდა 5-ვე ერთ და იგივე ადამიანი იმპულს ჭამს და მე-6 აკეთებს ოღონდ ისეც რომ ერთ თვეში თავიდან გასაკეთებელია, ნუ ეს რა თქმა უნდა ყველაზე და ყველაფერზე მოქმედებს რა. ხო და ნუ კორუფცია არის ჩემი თავი პრობლემა, რომელიც არა მარტო ჩვენ გვაქვს ხო, არამედ რაც ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს არის რომ აი კორუფცია თუ არის, მან ჩვენ არ მივდივართ რა. აი რავი რა წარმატებული ქვეყნები არის რომელიც აი დამოკიდებული ცუდად არა, კარგად დამოკიდებული ყოფილა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, აი მაგალითად სინგაპური ხო, როგორ გავითარდა ხო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებით. თავი რაც გააკეთეს, მიიღეს რომ სინგაპური არ არის დემოკრატიის საუკეთესო მაგალითი, პირველი და რაც გააკეთეს იყო რომ კორუფცია იყო 0. და ეს არის რაღაცა მოსაწვევი ბარათი დიდი უცხოური კომპანიების. ჩვენი მიზანიც არის უნდა იყოს რომ კორუფცია ის იგიჟია რა, გვატყუებენ მოსახლეობას. რა ვიცი. რა თქმა უნდა, მეც გეთანხმებით. დღეს ახლა ყველაზე ესე თქვა სოციალური პრობლემა რაც არის ერთმანეთში საზოგადოებაში არის პოლარიზაცია პოლიტიკური, იმდენად ანუ ღრმა არის ეს, რომ როგორ გითხრათ, ანუ მე მაგალითად ჩემს სანთესაოს უფრაზე ან საათმე შეკრებაზე რომ პოლიტიკაზე ლაპარაკს ვიწყავენ, მე იქიდან გავდივარ, იმიტომ რომ არის აი საოცრება ხდება. რავი, ყველაფერს აქეთ ისვრიან, ერთმანეთსაც ისვრიან, ხანდახან ისეთი მდგომარეობა უკვე ამ კუთხით და თქვენი აზრით რატო ხდება ეს, ანუ ხალხს უკვე ერთმანეთის ნდობა აღარა აქვს, ჭამენ ერთმანეთს, ასე ვთქვათ. ანუ წითლები და ლურჯები ესე. და რატო ხდება თქვენი აზრით, რამ გამოიწვია? ხო, არა, სამწუხარო რეალობა არის ეგ, თუმცა რეალობა არა რომელიც რაღაცა განპირობებულია რეალური ფაქტორებით, არამედ რომელიც განპირობებულია ბევრი მილიონიანი ტყუილების მანქანებით რა, რომელსაც ქვია პროპაგანდა. რეალურად ჩვენ თუ შევხედავთ რაღაცა
მოცემულობას რაც გვაქვს, სიამდვილეში წითლებად და ლურჯებად არ ვართ რა დაყოფილები რა, იმიტომ რომ მე არ ვარ მაგალითად არც წითელი და არც ლურჯი რა, დარწმუნებული ვარ თქვენ არც წითელი ხართ, არც ლურჯი. შესაბამისად, რა ვიცი, აი სტუდიაში ვარ, არც ანუ რა ვიცი, თუ არ ვართ არც ის წითელი და ლურჯი გამოდის რომ რა ვიცი, ზოგადად ხო ეგ არის რა, დიდ ციფ და კანონი ეგ არის რომ პატარებშიც დაახლოებით ეგ პროპორცია უნდა იყოს და სიამდვილეში მაგას არ ასახავს. ჩემ გარშემოს მაგალითად ცოტა ლურჯია, ძალიან ცოტა წითელია და დანარჩენი არის არც წითელი, არც ლურჯი. შესაბამისად, ის რეალობა რომ ან წითლები ვართ, ან ლურჯები, ეს არის რაღაც მოცემულობა, რომელსაც რაღაცნაირად გვაწვდიან, რომელიც არ არის ჩვენს ბუნებრივი. და სწორედ ეგ იწვევს პრობლემებს რა, რომ ვიღაცაებისთვის, ნუ ის არის უფრო მიუღებელი, ვიღაცაებისთვის ეს არის უფრო მიუღებელი და იმის მაგალითად რომ ვილაპარაკოთ რა არის ჩვენთვის მისაღები, ვლაპარაკოთ იმაზე, ის რამდენად უფრო მიუღებელია, თუ ის უფრო მიუღებელია. ხო, ანუ მე მაგიტო არასდროს არ ვერიდები, მიხარეს არა, ხო, მეც არ მიყვარს რაღაცა კამათი და ჩხუბის მოსმენა, მაგრამ არ ვერიდები ზოგადად ეგეთ საუბრებს, აი მაგის ჩვენებას ყოველთვის რომ ანუ არ არის ეგრე რა, მიუხედავად ისე რომ მე მიყვარს თეთრი და შავი არის, დღეს არ არის ეგრე რომ იქიდან რაღაცა რა წითელი და ლურჯად არ იყოფა ამბავი რა, ბევრად უფრო მარტივია და ბევრად უფრო რაღაცნაირად ფართო არის რა ასპარეზი, რაც შეიძლება გინდოდეს. ხო, მაგრამ მე ხა იმიტომ ვერიდები, მე საჩხერიდან ვარ და იქ რო ჩადიხარ უკვე, ანუ არიან უმეტესობა ლურჯები არიან და აი ძალიან ცოტა პროცენტი წითელი და ნუ ესენი ერთმანეთს ჭამენ და აი 2-3 წელი რა ვიდაც დაიწყო პროტესტი, ვცდილობდი რომ აი ჩემი პოზიცია დააბახახნო, ეგრე არ არის და რაღაცა, მაგრამ ანუ აზრი არ აქვს, მე ვხვდი, იმიტომ რომ საზოგადოების დიდ ნაწილს რავი. აი რო ვთქვათ ახლა შემდეგ შეკითხვაზე, თან ესე გადავალ რომ ანუ ყველაზე ძლიერი მხარე ჩვენი ხელისუფლების თვალსაჩინო ხელისუფლების არის პროპაგანდა. ძალიან კარგი პროპაგანდა აქვს, ძალიან მაგარი მესიჯები აქვს. აბა ომი გინდათ ეს იყო, აი არ ვიცი, მაგანი იმუშავა რაღაც საოცრად და ხელისუფლების ყველაზე სუსტი მხარე რა, ჯერ მაგაზე ვისაუბროთ და მერე გადავიდეთ უკვე ოპოზიციას. ხო, აი ეს რასაც დავამატებ არის რომ ეხლა მაგალითად საჩხერის მაგალითად რა საჩხერეში იმიტომ საჩხერეში ზოგადად რეგიონებში რა ჩვენც რო ჩავდივართ, ყველაზე ხშირი პრობლემა არის რომ დაცლილია რა და დაცლილი არის ან შიდა მიგრაციით, ან ქვეყნის გარეთ წასვლით. ანუ ვინც აღიქვამს რომ პრობლემა არის და ანუ პირობითად არ არის რაღაცა დარეგისტრირებული რაღაცა სიპებში და აიპებში იქ ნაიღებს უბრალოდ ხელფას ან რაღაცა სუბსიდიებზე არ არის და აი 710 მილიონი არის 2025 წელს გასემული სუბსიდიები, ანუ დახმარება რა ბიზნესისთვის და სუბსიდიებისთვის, რაღაცა რა პირობითად ვენახის რაც შემდეგ. მაგრამ ეს ხო არ არის რაღაცა რაც იდეაში ეკონომიკას ეხმარება, ეს არის უბრალოდ იმიტომ რომ ხმები და ისე ლოიალობაში შენარჩუნება და ხო და ანუ ამბავი არის რომ ვისაც პრობლემა უნდა ქონდეს მაგ ამბავზე, ან თბილისში მოდის და აქ წვალობს, ან ქვეყნიდან მიდის და იქ უფრო წვალობს რა, მაგრამ ეგ არის რა. ხო და რაც შეეხება პროპაგანდის ამბავს, ხო პროპაგანდა მუშაობს სამწუხაროდ, იმიტომ რომ რა ვიცი, უამრავ ფულს ასხამენ და აი რო შევადაროთ უბრალოდ რაღაც მათი შესაძლებლობები ერთი და იგივე ფინანსური რესურსის შემთხვევაში რა იქნებოდა, ანუ აი არანაირი შანსი არ იქნებოდა იმათ რომ რამე ვინმეზე ზემოქმედება მოეხდინათ. თავი არის ამბავი რომ სერიალებით რაღაცა კაი ლამაზი გასართობი შოუებით და ამ შემდეგ იზიდავენ ამ ხალხს და ნუ მე არ თავ ტელევიზორზე იზიდები მაგრამ ეგეც აღარ აქვს სამწუხაროდ. თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ იმედია ეგრე გაკეთდება. ხო, რაც შეეხება სუსტი მხარე ხელისუფლების არის სიმართლე რა. ანუ რაც აკლიათ არის სიმართლე. ანუ ცდილობენ რომ ალტერნატიული სიმართლე შექმნან, რაღაცა სიგიჟე ტყუილები დაგვაჯერონ და რაღაცნაირად შეგვიქმნან ის გარემო, სადაც ჩვენ ყველას გვჯერა deep state-ის და ჩვენ ყველას გვჯერა იმისი, რომ შესაძლებელია, რომ არ ვიცი, დღეს რომ გუშინ წინ რომ რუსეთმა აუფეთქა უკრაინას, რუსეთზე ძველი ეკლესია, მოსკოვზე ძველი ეკლესია ააფეთქეს, მაინც ერთმოწმუნე რუსეთი. ეს ძალიან ისეთი ერთმორწმუნე და ერთმოწმუნე ძალიან ისეთი ამბავია. მაგრამ ნუ აი როგორ თქვა, ნუ ძალიან აი არ მინდა ამ ჟარგონის გამოყენება, ძალიან ჩოტკი მესიჯები აქვს, რომ ან ომი იქნება. თუ ჩვენ არ აგვიჩვენოთ, ომი იქნება და ამ ხალხს რა იმდენად დამაჯერებლები არიან. აი მე რო ანუ რავი, მეც რო ცოტა აი არ მინდა რომ ცოტად გამომივიდეს, აი ცოტა უწიგნური როა ადამიანი და ცოტა ნაკლები რო იცის რა, ანუ არ ვიცი როგორ თქვა უფრო კორექტულად როგორ თქვა, უფრო. მედია ციგნიერი. ხო, რაც უფრო მედია ციგნიერია ადამიანი, მით უფრო მარტივად ხდება, რომ ესენი არიან მათყუარები, მაგრამ თვითონ იმდენად აი ვიცეც იმდენად დამაჯერებლები არიან, რომ აი ძალიან უნდა მოიტოვა, რომ არ დაუჯერო, იმდენად ჯერა თვითონ ამ deep state-ის და ნუ აი რაღაცა სასწაულების, რომ ომი იქნება, როგორც კი ვიზნეწავა, ეგრევე დაგვარტყამენ რაღაცა იგივე და
ანუ ამ დროს ასაკეთებს ოპოზიცია. ეგ არის ჩემთვის ძალიან ძალიან მტკივნეული, იმიტომ რომ ძალიან მჯეროდა. მართლა ძალიან მჯეროდა ოპოზიციის და უცებ არ ვიცი, როგორ გითხრა, თავის ბაბლში ტრიალებდნენ ჩემი გადმოსახედიდან და ის მოსწონდათ, რომ კი თქვენ მაგრები ხართ რაღაცა და ანუ იმათ ამ მომრჩეველთან ერთხელაც არ ულაპარაკეთ, ერთმანებული ვარ. და რას აკეთებს კიდე ოპოზიცია არასწორად მაგაზე ვისაუბროთ და რატო ვერ ახერხებს რომ საზოგადოების ნაწილი თავის ხარისხს გადმოიყვანოს. ვერ ახერხებს ფაქტია. ხო, არა რამდენადაც გითხრები, ბიოლოგში ის რომ მაგალითად ომი გინდას პროპაგანდაზე რომ არ შეიწინააღმდეგენ ძალიან შეცდომაა. ზოგადად პროპაგანდა, ანუ ხო რა არსებობს ორი პანჯარა რომ იმ თემაზე ლაპარაკი ცუდია და მოდი არ ვლაპარაკოთ, მაგრამ როდესაც აი ეს კონკრეტული ერთი ძალიან დიდი მესეჯია, რომელსაც ხედავ რომ ანუ სენსიტიურია რა ჩვენი მოქალაქეებს ანუ რამდენი ომი გვაქვს 90 რა საბჭოებში დაშლის მე მანამდე რომ თავი გავანებოთ სულ ომში ვიყავით რა გინდა სამოქალაქო იქნება თუ საგარეო ომი იქნება რა სულ ომში ვიყავით და ყველაზე მტკივნეული თემა სწორედ ომია და შემოწმეთ ამ თემაზე მოდი რა იცი რა ეს არ არის პრიორიტეტული და არ გვინდა ამაზე არ ვლაპარაკოთ ნუ არასწორი რა გეგმა იყო პირველ რიგში ეგ რო თქვა მეორე რაც არის რომ იდეაში პოლიტიკოსის მთავარი არსი არის რომ ის უნდა მუშაობდეს მისი ამორჩევლის, მისი მომხრის პრობლემების მოსაგვარებლად. ხო და ანუ ისეთ პირობებში, სადაც აი ამდენი სოციალური პრობლემაა. ისეთ პირობებში, სადაც ამდენი უსამართლობაა, ისეთ პირობებში, სადაც აი მართლა არ არსებობს სფერო, სადაც პრობლემა არ არის. ანუ ასეთ დროს იმის მაგივრად რომ ადამიანებს თვითონ უშუალოდ მათი პრობლემებზე ლაპარაკით იქნება თუ ამ პრობლემებზე მუშაობით, მოგვარების ცდილობით იქნება რომ უახლოვდებოდე, ამის მაგივრად რაღაცნაირად ხდება გაშორება იმითი რომ ისი რა ეს პრობლემა მოდი ხა პრიორიტეტული არ არის და მე რასაც გეუბნები, ეს არის პრიორიტეტული პრობლემა და მოდი ამ პრობლემაზე ვიმუშაოთ. ხო და ესეთ პირობებში ჩემი აზრით შეუძლებელია ამ ხა აი რეალობას რო შევხედოთ რა ოპოზიცია დღევანდელ პირობებში ერთადერთი ძალა რაც შეიძლება კონდეს არის მოსახლეობის ხარდაჭერა, ხო? ანუ რა ვიცი, კაი დაალაგებული ქვეყანა რო ვიყოთ, რა ვიცი, პოლიცია კი ერთნაირად მომისახურებოდა პოზიციასაც და ოპოზიციასაც სუსით ყველა, მაგრამ ნუ არ ვართ დაალაგებული ქვეყანა რა და შესაბამისად უნდა გავიაზროთ ეგ რომ რა არის ჩვენი ძალა. ოპოზიციის დღევანდელი ძალა და ისე როგორც ყველა ხელისუფლების ოპოზიციის ერთადერთი ძალა იყო მოსახლეობის ხარდაჭერა, რაც უფრო გულმხორვალი ხარდაჭერები ყავს და რაც უფრო ერთგული და რაც უფრო შეიში დარწმუნებული, უფრო ძლიერი ხარ. დღეს თავარი დეფიციტი, რასაც ოპოზიცია განიცდის, არის გულმხორვალე ბოლომდე გამყოლი მხარდამჭერების რაოდენობა. და ეს სწორედ მაგის ამბავია, რომ მოსახლეობა ვერ აიდენტიფიცირებს თავს მათი პრობლემების მომგვარებლებად ოპოზიციას. ხო და ეგ უნდა შეგიცვალოს რა, პირველ რიგში ჩემი აზრით. და როგორ ფიქრობთ, რომ ანუ არის რეალურად საქართველოში პოლიტიკური ერთი წუთი როგორ ფიქრობ რეალურად არის თუ არა პოლიტიკური ალტერნატივა საქართველოში დღეს? ხო, იცი რა არის? რეალური ოღონდ. ხო, არა, მესმის, მაგრამ აი ცოტა ესეთი ამბავია, რომ უნდა შევაფასოთ სიტუაცია რეალურად. ანუ არის ჩვენ თუ ვეძებთ იდეალურს იდეალურისგან იმდენად შორს არის, რომ არ ვიცი რა, ძალიან შორს არის იდეალურისგან. მაგრამ თუ ვეძებთ ისეთ ხელისუფლების ჩამნაცვლებელ ალტერნატივას, რომელიც კიდე დარწმუნებული კიდე გამოჩნდება, რომელიც მინიმუმ უკეთესი იქნება უდიპლომო პრეზიდენტებზე და ყაჩაღებზე, ესეც ვიპოვით. რამდენად იდეალურია, მე გეუბნებს, ჩემი პერსპექტივიდან არ არის იდეალური, მაგრამ რა ვიცი რა, ანუ სამწუხაროდ არ არის სამყარო ეგრე რა კარგად და ცუდად დაყოფილი. ძირითად შემთხვევაში გვიწევს არჩევანი ცუდს და უფრო შორს შორის და ძალიან იშვიათ შემთხვევაში კარგს და საუკეთესო შორის. კარგს და საუკეთესო შორის არჩევანი გვიწევდეს ბედნიერები ვიქნებოდეთ. და ეს ხალხის ასა არ აქტიური ჩართულობაც არ იქნება და დიდი პრობლემა. ანუ ეს პრობლემა. ძალიან მომწონს ის, რომ ახალგაზრდების ჩართულობა გაიზარდა პოლიტიკაში, რაც მანამდე არ ყოფილა, უფრო უნდა გაიზარდოს, მაგრამ იცი რა არის პრობლემა, რაც ვფიქრობ, რომ ანუ ეს ცოტა უფრო დიდი ადამიანები ჩვენს წინათაობებს გულისხმობ, ანუ რაღაცნაირად არენდობიან თითქოს ახალგაზრდებს და რაღაცა ისე აქვთ, რომ აი ეჭვები და ბავშვები არიან და პატარები არიან, თქვენზეც სართულზეც რამდენჯერ გამიგე პატარები არიან, ბავშვები არიან, აი ეს რამდენად პრობლემაა, რომ ახალგაზრდებს არენდობიან და თვლიან, რომ აი ახალგაზრდები ქვეყანას ვერ მიხედავენ. ეგ ხო ახალი პრობლემა არ არის, რა ვიცი, ილიას
ებრძოდნენ რა ვიცი რა ჩემი საყვარელი ქართველი კაცი არის ილია და ილიას რამდენი პრობლემას შეუქმნეს წინათაობის ჩვენმა ხალხმა ნუ რამდენადაც ეხლა რუსეთთან დაახლოებული არ უნდა ყოფილონ ისინი შეუქმნეს პრობლემა ილიას რა და ეხლა ილია ჩვენ რა თქმა უნდა არ ვედრებით თუმცა ეს რომ თაობებს შორის ახალგაზრდები ხართ და თქვენ რა იცით და ჩვენ ძველგაზრდები ვართ და ჩვენ უფრო კარგად ვიცით ეს ყოველთვის ეგრე იყო და ნუ ამას სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევცვლით თუმცა უნდა გავიაზროთ ის რომ თანაფარდობა რა ამ რაღაცა ასაკობრივ ჯგუფებს შორის თუ ჩვენს რა თქვა ჩვენს იდეებს ჩვენს გეგმებს რეალურად სწორად დავხსნით და დავაჯერებთ მოსახლეობის დიდ ნაწილს რომ ეს რეალურად შესაძლებელი და ეს მათთვის სასიკეთო იქნება და ჩვენ რეალურად მათ პრობლემების მოსაგვარებლად ვაკეთებთ ამას და არა ახალი პრობლემების შესაქმნელად. ამ შემთხვევაში თუ ყველას ვერ დავაჯერებთ, რაღაც უმეტესობას მაინც უნდა დავაჯეროთ რა. ხო და ნუ რავი მიუხედავად რომ დემოგრაფიულ პრობლემებს გამოვიცეთ, მე ჭვიმეპარება რომ რაღაც პირობითად 60 წელს თუ რაღაც 55 წელს გადაცილებული მოსახლეობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე ის ქვემოთ რა. და აი არც ეგრე მგონია რომ ყველა უფროსი ადამიანი ჩვენ წინააღმდეგი იყოს, ეგეც არ მგონია და ახალგაზრდებს ხო. კი არა მესმის. ეგრე არის. მაგრამ მე ძალიან ის რადიკალურად ვფიქრობ რომ მაინც რაღაცა ახალგაზრდების ის არის ჯერია. იმიტომ რომ ამოწურეს თავი იმათ, მაგრამ ანუ ამ წინათაობა მართლა ამოწურა თავი, იმიტომ რომ უკვე მართლა თავის ჯიბეზე არიან გადართულები. ძალიან გადართულები არიან თავის ჯიბეზე. სხვა არაფერი აღარ ადარდებთ, რასაც ვუყურებ რა და ეგ ძალიან რავი უსამართლობის შეგრძნებას მიჩენს, რომ ანუ იმიტომ ზიან რა ჯიბე გაისქელონ და მე რომ წავიდნენ თვითონ მაინც კარგად იქნებიან და ეგეც ძალიან უსამართლოა, იმიტომ რომ ანუ ამდენი ადამიანის გაუბედურების ხარჯზე რო კარგად ხარ, მაინც ხელმძღვანელი რო წახარ, მაინც რო კარგად ხარ, ანუ ეს ძალიან ის არის და იცით რა მაინტერესებს, აი დღეს რო არჩევნები ჩატარდეს. მთავარი არჩევანის განსაზღვრელი ფაქტორი რა იქნება თქვენი აზრით მოსახლეობისთვის? აი დღეს რო ჩატარდეს. დღეს რო ჩატარდეს. და გამორიცხულ რაღაც. არა, და ძალიან თავს რა. და ეხლა მაგალითად დღეს რო ჩატარდეს, ბევრი ახალი ნაწილი არ იქნება, განსხვავებული დიდად სურათი არ იქნება, რაც იყო 2020 წლის არჩევნებში. თუმცა ხო, რავი, ჩემი აზრით, რომ თუ იგივე წესკოი ჩატარდება, იგივე პირობები ჩატარდება, ანუ იგივე სცენარი იქნება ზუსტად რა. მე ძალიან არწმუნებული ვარ, მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი წინააღმდეგია ქართული ოცნების, თუმცა ხო, რავი, მე რო ვიყო მსაჯის და მე რო ვიყო ფეხბურთელის და მე რო დამქონდეს კარი აკეთიკის, ჩემი მოგება გაჭირდებოდა. ხო და ნუ დღესაც ეგ ამბავი იქნებოდა რა, თორე გაზრდილია რა თქმა უნდა ემიგრაციის პრობლემა, უფრო მეტი ადამიანი წავიდა ვიდრე რაღაცა დემოგრაფიული პრობლემა, სიღარიბე, ყველაფერი ფასები, ანუ ფასების კომისია გააკეთეს, იმუშავეს, თქვენს რომ ჩვენ ფასებს დავწევთო და დაამთავრეს, ფასები გაზვირდა, თქვენს რომ ჩვენ ფასებს ვერაფერს ვერ ვუზამთო და აი ესე უბრალოდ მიხდნენ რომ ანუ კვალიფიკაციის დეფიციტი არის ყველგან, საერთოდ ყველგან, ხო და ჩემს საყვარელია რომ მაგასების კომისიაში ყველა რომ მილიონერი და ბიზნესმენი რაღაცა ისეთი ტიპი იყო, აი ძალიან ზუსტი არიან. ანუ უკვე სასოციალურები არიან, ყველაფერს დავიტანებთ და ვეღარც ბრაზდებით. ეს მგონია. არა, იდეაში კანონით აკრძალული არის რომ პარლამენტარს კონდეს აქტიური ბიზნესის საქმეებში იყოს ჩართული რა. არ მახსოვს, ჯერ 32-36 მილიონერი იყო პარლამენტში, მაგრამ მაგას დამატებული 12 თუ 14 ის არ მახსოვს ახლა ზუსტად ციფრი, მაგრამ აქტიურად ჩართული არის ბიზნესის უშუალო მართვაში, ანუ სოლზეც არ აქვს რა, გადაფორმებული რა. ანუ ეგეთი ხალხის ამი არ მგვის, ეგეთ ასე. ეხლა ანუ ცოტა თემის შეცვლა მინდა, იცით, ან დაგკითხით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს საქართველოში და ეს ევროკავშირში გაწევრიანება კი მესმის ძალიან გვინდა, ჩვენი მიზანი არის, მთავარი მიზანი, მაგრამ მანამდე იმდენი პრობლემა არის მოსაგვარებელი, რომ აი უბრალოდ რავი არ გვეყოფათ იდეები, რომ ჩამოვთვალოთ ეხლა და უახლოეს მომავალში რამდენად რეალისტურია თქვენი აზრით, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა? ქართული ოცნების პირობებში გამორიცხულია. ხო, არა, ქართული ოცნების პირობებში დარწმუნებული ვარ, გამორიცხული არის. მაგრამ ნუ თუ კი არა და რო შეიძლება ქართული ოცნება. მე არ არის რა რთული ამბავი, იმიტომ რომ პირობითად მოლდოვას და უკრაინას გაუხსნეს ხა
უკრაინის კიდე სხვა ფაქტორია, მოლდოვა მაგალითად დღესაც მიუხედავად იმისა, რომ გაუხსნეს და დასვის მოლაპარაკება, ანუ მოლაპარაკების დაწყება არის შემდეგი ეტაპი რა, ჩვენ ხო ვართ კანდიდატის სტატუსის შემდეგ არის მოლაპარაკება შენახება წევრი. მოლდოვა დღესაც კი, აი ქართული სამეცნიერო ჩვენანაირი ქვეყანას ვართ და როგორც ვართ რა, მაინც ჩვენ უკეთესი მდგომარეობა ყველა მდგენელის თვალსაზრისით, ვიდრე მოლდოვას. და მოლდოვას გაუხსნეს მოლაპარაკების ფანჯარა. და დასვის რა. მაგიტად შესაუბროთ. ხო, თუმცა, აი მაგალითად ჩვენ შეგესრულებია 12 პუნქტი რეკომენდაციების, რომელიც აი ძალიან მარტივი შესაძლებელია რა, აი რა ვიცი, წერია დეოლიგარქიზაცია, წერია სასამართლო დამოუკიდებლობა, წერია პოლარიზაციის შემცირება. ანუ აი ესეთი მარტივი რაღაცები რა, აი ომბუდსმენის დანიშნვა. ანუ უმარტივესი რაღაცები წერია. ამას თუ გააკეთებთ, ყველაფერი კარგად იქნება, შედარებით უკეთესად იქნება. ჩვენი ახლა პრობლემა რაც ვაწუხებს, ანუ ევროკავშირის მთავარი არსი არის ხო, ევროკავშირი არის ეკონომიკური გაერთიანება. რომელიც ძულობს რომ მის წევრი ქვეყნები იყვნენ ეკონომიკურად ძლიერები. ანუ ჩვენი სურვილიც ხო უნდა იყოს, რომ ვიყოთ ეკონომიკურად ძლიერები. ანუ ჩვენ თუ როგორც კი შეიძლება ქართული ოცნება, ჩვენ მაგისკენ მუშაობას დავიწყებთ, რომ ჩვენ ეკონომიკურად ძლიერები გავხდეთ, უკეთესი საკეთესო პოლიტიკა გქონდეს, უფრო მეტი რაღაცა რა, უფრო გაძლიერდეს ჩვენი საშუალო ფენა, უფრო მეტი დოლარი შევქმნათ, უფრო მეტი ბედნიერები ვიყოთ. შესაბამისად, ეს უკვე ბუნებრივად წინ გადადგმული ლავიჯებია ევროკავშირისკენ. და ამას რომ დავემატება უშუალოდ კონკრეტულად გაწერილი რეკომენდაციები, რომელიც აუცილებლად იქნება ევროკავშირის მხრიდან. მე ეგ ბევრად უფრო ამარტივებს შემდეგ ამ გაწევრების პროცესს რა. მაგრამ მე ძალიან პესიმისტურად არ ვუყურებ ჩვენ ევროკავშირში გაწევრებას. კარგია. და რამდენ ხო, თავისთავად. და რამდენ რეალურია ის რაც უნდა ქართულ ოცნებას რა ჩინეთთან და დასავლეთთანაც თანაბრად მჭიდრო ურთიერთობა გქონდეს. და აი რა როლი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთს და ევროკავშირს ერთად. არა, ეგ არის სრული სისულელე, ანუ შეუძლებელია აი მულტივექტორული პოლიტიკა არის, აი ყველაზე დიდი აბსურდი. ანუ შეუძლებელია რომ მე თან მივიდოდი წინ, თან მივიდოდი მარჯვნივ, თან მივიდოდი მარცხნივ, თან მივიდოდი უკან. ყველა ქვეყანას უნდა ქონდეს კარგი ურთიერთობა, კარგი ბიზნეს ურთიერთობა, რაც მეტი რაღაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება იქნება უკეთესი, თუმცა ანუ ჩვენი მიმართულება უნდა იყოს კაფეოდ განსაზღვრული ერთი მიმართულება, ანუ შეუძლებელია რომ მივიდოდეთ, აი როგორც აღნიშნა, მარცხნივ, მარჯვნივ, ზევით და ქვევით, ანუ უნდა მივიდოდეთ დასავლეთით. ანუ გავივიდეთ ევროკავშირს, მეუღლე ამერიკას, პირობითად რა ხომ გიხდათ გული. კი, მეგხვდა. და ეს ჩინეთის ინტერესი ჩვენ ქვეყანაში, მაინც აი ბევრჯერ მომისმენია ისო ჩვენს ინტერესზე ჩვენ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნისთვის ფარია და რამდენად რისი ფარი? აი რამდენად არა ჩინეთის დაცული ქვეყანა მე არ ვიცი. ანუ არ ვიცი რა, ჩინეთი თუ სალმი შევიდა, კარგი არაფერი არ მომხდარა რა. აი მაგალითად ჩინეთისგან ფულის ესხებასა და ევროკავშირის ან რა ვიცი, რა საერთაშორისო monetary fund როგორც საერთაშორისო ვალუტა ფონდისგან ფულის ესხება შორის განსხვავება არის ის, რომ იმას მოყვება რეკომენდაციები, რომელიც მე მეხმარება რომ უკეთესი გავხდე და იმას მოყვება საკრალური პირობები, რომელიც ვერ შესრულების შემთხვევაშიც მემართმევს სპორტს პირობითად. მემართმევს რაღაცა იმ გზატკეცილს, რომლის დაგებისთვისაც მე ფული მომწევ და შემდეგ. და ეს არ არის მარტო ჩვენი მაგალითი ჩვენთან ჯერ ის არ მომხდარა, მაგრამ არის პრეცედენტები, სადაც მსგავსი შემთხვევები იყო. ხოლო შესაბამისად მოვერიდოთ ქვეყნებშიც, რომელიც ნაკლებად დემოკრატიულია და ვიცადოთ ისეთ ქვეყნებში, სადაც უფრო კაფეო იქნება ჩვენი ბედი, რა მოხდება ფულის ესხების შემთხვევაში და მისი გადაუხდელობის შემთხვევაშიც ასე. და აი რა ვთქვათ, აი რა არის ისეთი ჩვენ ქვეყანაში ისეთი პრობლემა, რომელიც თქვენი პოლიტიკური მოძრაობა შემოვიდეს ხელისუფლებაში, მაინც დროში გაწეული პროცესია და ვერ შეიცვლება ისე მალე, იმიტომ რომ უკვე ძალიან გაპრობლემდა. No მე სიმართლე რო გითხრათ, ისე არ მახსენდება რამე რომ ანუ დღეში და ორ დღეში რო ბევრი რამე მოხდება, ну რა თქმა უნდა რა. პოლარიზაციის ამბავიც ეგეც შედარებით დროში გაწეული არის, მაგრამ ну როგორც კი დაიწყება ის რომ ადამიანები საკუთარ ჯიბეზე, საკუთარი შვილების გაღებულ სახეზე, საკუთარი მშობლების ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ზედა თავთან ჩვენ ბებიების სახეებს დავინახავთ რომ აღარ ეშინიათ დაბერების, აღარ ეშინიათ აქ ყოფნის, ამას როგორც კი იგზნობენ პოლარიზაციას თავისი განილევა რა. მე მგონია მაგის. იმედია. აქ კითხვა მაგეთე რომ ვინ არის თქვენი ისტორიული კუმირი თქო, მაგრამ წეგან ვახსენოთ ხოლმე. ილია არის
არის ნამდვილი გოუთი. გეთანხმებით. და მე მაინტერესებს რა კრიტიკას ეთანხმებით საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის მიმართ. კრიტიკას ვეთანხმები იმას, რომ ჩვენ ბოლო ვიდეოებს აკლია სიღრმე. და ნამდვილად აკლია სიღრმე, მაგრამ ეს არ არის გამოწვეული იქიდან, რომ ეს ვიდეოები შეუძლებელი იყოს სიღრმისეული. უბრალოდ ჩვენ შემომჩნიეთ ის, რომ ჩვენი მესიჯების მიტანა ნაკლებად სიღრმისეული ვიდეოებით უფრო მარტივი იყო, უფრო ჩქარი იყო, უფრო ეფექტური და იმისათვის რომ ჩვენი სიღრმისეული ხედვები იქნება თუ უშუალოდ ახსნები და ასე შემდეგ, ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ პლატფორმა, სართული, სადაც ვამზადებთ ხა ვიდეოებს. სართულის YouTube არხი და იქ გვექნება ეს სიღრმისეული ამბები და მე კომენტარებში ვკითხავ ხოლმე რომ აი რაღაცა სიღრმე აკლია ამ ვიდეოს და ასე შემდეგ და აი რაღაცა უფრო ემოციებზეა და როგორც ნიუსი ეგრე არის ანუ კი ვეთანხმები ეს ნამდვილად ეგრე არის თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ადამიანის ყურადღება ძალიან ლიმიტირებული ოდენობის არის და ეგრეთ ისეთი პლატფორმაა რომ ანუ მოკლედ და ესე გონია რომ ჩვენ ეფექტურობა მაგაში გამოიხატება რომ ჩვენს მაყურებელს სწორად ანუ მაშინ ჩვენს და რა ვიცი რა ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაში შორის რომ ნიუსებს ავსებს რა განსხვავება ხო ანუ იქ წერია ჩვენ რო ვლაპარაკობთ მაგრამ ამას დამატებული არის რომ ჩვენ სწორი კუთხით ვახედებთ პირობითად ახალ კანონს იქნება თუ რაღაც ახალ რეგულაციას თუ რაღაც დაანგრეულ სახს პირობითად რა და ამ მარტივად ვეუბნებით ესე კი არ უნდა იყოს, ესე უნდა იყოს. აი თუ გაინტერესებს რატო უნდა იყოს, ამიტომ წამოდი ჩვენთან YouTube-ში. ძალიან კარგი. და აი პოლიტიკოსები, ეს პოლიტიკური პარტიები, აი რას დაპირებას იძლევიან ყველაზე ხშირად, რასაც არ უნდა ასრულებს მე. სასამართლოს რეფორმა. იყო აი ვიცი მე რაც ნანახი მაქვს, არ არსებობს არც ერთი წინასაარჩევნო ნუ ხა იმაზე საკრებულოს არჩევნებს არ გულისხმობ და საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობ. საპარლამენტო არჩევნების წინ არ არსებობს არც ერთი არჩევნები, როდესაც არ ყოფილა სასამართლოს გამართვაზე საუბარი. მაგრამ გამართული სასამართლო მე არ მინახავს. გეთანხმებით. ეხლა მოდი როგორც აი ბლიცის ფორმატით წავიდეთ. ბლიცის ფორმატით წავიდეთ. ევროკავშირთან ნეიტრალიტეტი. ევროკავშირი. ვადამდელი არჩევნები კი თუ არა? გააჩნია რა. თუ იგივე ამბავი არის, არა. თუ შეცვლილი პირობებია, კი. კოალიციური მთავრობა კი თუ არა? კი. პროტესტი ქუჩაში თუ პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტში? პოლიტიკოსების მხრიდან? ორივე მნიშვნელოვანია რა. პოლიტიკოსის შინ უნდა ბრძოლდეს, ხალხის და პოლიტიკოსი გარედან უნდა ბრძოლდეს. ცალ-ცალკე ხაჭაპური უყოლოდ ვარიანტი. ერთ სიტყვით დაახასიათეთ მოქმედი ხელისუფლება. არაკვალიფიციური. ოპოზიცია. მიამიტი. საქართველოს მომავალი. ნათელი. ძალიან კარგი და დასკვნით შეკითხვა მაქვს ესეთი, რომ 5 წლის შემდეგ თუ ჩვენ ისევ ესე შევხვდებით ერთმანეთს, რა უნდა იყოს შეცვლილი საქართველოში, რომ თქვათ, რომ ქვეყანა წინ სწორი მიმართულებით. კოცები უნდა იყვნენ შეცვლილი. ველოდი ამას. ეგ თუ ეგრე იქნება, წინ დავხთ. ჩვენ თუ იქნებით ამ სულების ნაწილები, უფრო წინ დავხთ. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა რა გვესტუმრეთ, ძალიან კარგი გამოვიდა და იმედი მაქვს 5 წლის შემდეგ რომ შევხვდებით ისევ ჩვენაც გვინდა ეხლა მეც თქვენც და დიანასაც ყველაფერი ისე იქნება ჩვენ ქვეყანაში. მადლობა. მადლობა თქვენ განსასიამოვნო იყო საუბარი და იმედია შევხვდებით 5 წლის შემდეგ და იმედია მეტი ახალგაზრდით პოლიტიკაში.